თარსულას ახალგაზრდებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. თარსულას ახალგაზრდებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. თარსულას ახალგაზრდებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა თარსულაში მინი თამაშის მოწყობას აქვს. მოგესალმებით თარსულებო. აუ ისევ ეს კაცი, ძალიან შევწუხდით უკვე რა. გამარჯობა. მოდი დავიწყოთ. იცოდი რომ სვანებს ნაღდი მეგრელ დეტექტორი აქვთ გადამალული. სერიოზულად? ანუ სვანები როგორც იქნა მეცნიერებას სწორად იყენებენ. კარგია. რას საქმიანობდით ახალგაზრდობაში? ახალგაზრდობაში კომუნისტების დროს მე ვიყავი პროფესიონალი გამქრობი. ადამიანებს პრობლემები ჰქონდათ, მე კიდე პრობლემებს ვაქრობდი რა. ნუ ხანდახან ისე აღმოჩნდებოდა რომ თვითონ ადამიანები იყვნენ პრობლემები და ხო ხვდები. კიდე სოფლის მეურნეობაშიც ვიყავი ჩართული. უფრო სპეციფიურად რაღაცებს მარხავდით რა. ეს რაღაცები ხანდახან კარტოფილი იყო, ხანდახან მოწმეები. მოკლედ ჩემნაირ ხალხს დიდი გასაქანი ჰქონდა იმ დროში. გაიო, სადაური ხარ? ჩვენ პაჭოს გარდა ყველა თარსულელები ვართ. რას ნიშნავს 1 2 და 3? კალკულატორი ხარ? ცრანიან ჩემი რჩევა იქნება, რომ კითხვები უფრო სწორად დასვათ. იმიტომ რომ არის პასუხები, რომლის მოსმენაც ყველა ზალას აღემატება. არსებობს რაღაცები, რაშიც ცხვირი არ უნდა ჩაიმასქნა. ვინ გასწავლათ დრაკონის წვა და რა ოდენ საშიში ილეთია? მოკლედ რომ გითხრათ დრაკონის წვის შესახებ. ცოტა კოსა, დრაკონის წვა. ჩემმა სენსეი, მონკ ვუში მასწავლა. 7 წელი მაჭმევდა ფერმენტირებულ ლობიოს მარცვლებს და აკრძალულ წიწაკებს. ეს მარტივი ილეთი არ გეგონოთ. მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ მისი კონტროლი, ვისაც ნამდვილად აქვს კუჭის დისციპლინა. ბევრმა სცადა და ბევრმა ვერ შეძლო. ზოგი ჯერაც ავადმყოფოშია. როდესმე თუ ყოფილხართ ფხიზელი? პოლიკასთან რატომ მეგობრობ, როცა იცი რომ მეგრელები ეჯავრება? ჩვენი მეგობრობა ჩვენი მამების მეგობრობით დაიწყო. ბავშვობაში სულ ერთად დავყავდით ყველგან და ასე მოხდა რა. თან დამიჯერე ჯობია პოლიკასთან ახლოს იყო, რომ წინასწარ გაიგო შემთხვევით შენი ორგანოების გაყიდვას ხომ არ აპირებს. ოდესმე მაინც პაჭოს შეურიგდები? მგონი დროა შეწყვიტო პაჭოს დამცირება რაღაც სულელური სტერეოტიპების გამო. ბიჭო რა არის იცი, მე ზოგადად გულში სიკეთის მეტი არ მიდევს არაფერი. მე სულ ვცდილობ მაგასთან ურთიერთობა დავალაგო. უბრალოდ პატარები რომ ვიყავით ქვიშაში ვთამაშობდი. პაჭო წაიქცა და ტრაქში ქვიშა შეეყარა. მაგის მერე აქვს ტვინი არეული. რას ელოდები ძირს რომ იყურები? რამდენჯერაც დაიხედე ხან ხელი ყოფილა ხან რა. საბოლოოდ რა საფრთხე იქნება ძირიდან? ერთი რამე იცოდეთ, ტანგერის კაცი არაა, თქვენ უბრალოდ რამე აკეთოს. ვის კომაგობთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში? ობიექტურად რომ მივსჯელოთ ვინ მოიგებს წელს ლიგას? ბიჭო, რავი, ჩემი აზრით ისევ იბერია მოიგებს. წინა წელსაც ეგენი გახდნენ ჩემპიონები. იბერია? შენ წესით ფოთს არ უნდა გულშემატკივრობდე? მაინც ახლოსაა ზუგდიდთან. რა გინდა დიქთა ვარ მეთანხმები? მოდი საკითხს ასე მივუდგეთ. რომელია ყველაზე ტიტულოვანი გუნდი? BMW ფათი? გაიოს ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. ვუი, მაშინ დინამო თბილისი? ზუსტად. აგერ ნახავთ თუ არა, ჯერ მარტო მაგათი ექიმის გამოგის გულშემატკივრობა. როცა მეგრელმა გოგომ გცემა და სახით გაფორთხიალა, მას შემდეგ გაგიჩნდა მეგრელებისადმი ზიზღი თუ მანამდეც ჰქონდა? რა ებს ბაზრობ ძმა? სახით მათრი არა ლეღვი კიდე. უბრალოდ ცოტა მეთომარებოდა რა. ხალხს რატომ აღარ აჯვამთ? საიდან მოიტანეთ რომ არ ვაჯვა? ჭახან, რამდენ ნაშასთან ყოფილხარ? რავი bro, 20-ის მერე თვლა შევწყვიტე.
რატომ ლაპარაკობ? ბავშვობაში რადიოაქტიურმა ძროხამ მიკბინა, თუმცა ბევრად უფრო საინტერესო კითხვებით შეიძლება დავსვათ. მაგალითად, აქ ბალახი არის? შეკითხვა ფუკუნდუს. მე კნა? მე ფუკუნდუსი ხარ თქი? რატომ ხარ პოლიკას ჩმორი? რას ქვია პოლიკას ჩმორი ვარ? ხალხი მაგას ამბობს? რა ვიცი, მე სულ მეუბნება რომ მაგის ნომერ პირველი მეგობარი ვარ და მე ვეხმარები ხოლმე. მაგრამ ცოტა კი ამომივიდა ყეში ისე. გაიოს ბანკები ყუილითაა გასაწუნდი, გაიოს იარაღი და მწვადი იშოვე, გაიოს 1000 ყივჩაღი ყავს 2 საათში ჩამოსასახლებელი და რა ვიცი. ბატონო ემაილ, მოგვიყევით თქვენს სასიყვარულო ნებებზე. 1, 2 და 3 ჩემი სასიყვარულო ნებები სრულიად ჩემ ცოლთანაა დაკავშირებული რა. მე საერთოდ რომანტიულ ურთიერთობებში ვაფასებ თავისუფლებას და თვით გამოხატვის შესაძლებლობას და თუ მინდა რომ დეიტზე წვეტის ფორმით წამოვიდე, არ უნდა შემიქმნა ამაზე პრობლემა რა. და კიდევ არანაირი დალი არ ვიცი მე, ვინ დალი, რა დალი. საერთოდ პირველად მესმის ეგზახელი. სოიოდან ისევ ადამიანად როგორ გადაიქეცი? ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინებოდათ ჩემს სემინარებს, რომ უსმენდეთ სოიოების შესახებ. საბედნიეროდ გვაქვს იმის ძალა, რომ როცა გვინდა მაშინ ტრანსფორმირდეთ. ადამიანებს შეგიძლიათ სოიოდ გადაქცევა? არა. სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია ადამიანად ვიქცეთ და ჩვენი ახალი მერი რატომღაც მაინც ფიქრობს, რომ ადამიანები აღმატებული რას ახართ. თუ მეგრელი ხარ, რანაირად არ იცოდი რომ რესტარტის ღილაკს მალავდნენ შენი კუთხის მაცხოვრებლები? რახან მეგრელი ვარ, ყველაფერი ხომ არ მეწოდინება. მე ის უფრო მაინტერესებს პოლიკამ საიდან იცოდა, რომ რესტარტის ღილაკი იყო დადიანების სასახლეში. საიდან გაარტყი რომ მეგრელებს რესტარტის ღილაკი ჰქონდათ დადიანების სასახლეში? გავარტყი? რა გავარტყი, ძმა? ჩემი გამოძიება სულ ფაქტებზეა დაფუძნებული. სახში იცი რამდენი წიგნი მაქვს მეგრელებზე და ძველ მეგრულ ლეგენდებზე? ყველაზე არანორმალური რა ისტორია მოგისმენია შენი მგზავრებისგან? ის დიდთავიანი ბავშვი ჩამიჯდა ერთხელ. პოლიკა, 10 წუთის გზა გქონდა სულ რაღაც გასავლელი. ხელიდან ტელეფონი არ გაუგდია. ამათ წუთში 5 კაცი და სკამა. 3 სახლი ჩაადებინა ბანკში და მეცმე ჩალიჩებოდა შენი მანქანა დავალომბარდოთო. იჟების ქალაქია ძმაო. აპირებ თუ არა შურის ძიებას? საგიჟეთიდან აუცილებლად გამოვაღწევ და ღამის კოშმარი კვლავ მოიცავს თარსულას. აი, ჩემო ძმაო. ვის ელაპარაკებოდი ტელეფონზე და რაზე საუბრობდით, ჰა? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. ვუი, ისა ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით დაგირეკავთ. სად იშოვება კოსმიური მოსაწევი? რა კითხვებით ხარ? პოლიციიდან ხარ? კატაკლიზმა, თუ შენ სოფლიოს განადგურებასთან არაფერშუაში იყავი, მაშინ კობა ვინ გაგზავნა იმ ადგილას? მე გავგზავნე. ვიცოდი რომ მაჯიკა მყავდა კუჩი აკიდებული და შეიძლება კობასთვის ჩემოშორებაში დახმარება ეთხოვა. ამიტომ კოსმიური ყუთი ცოტა ხნით სხვაგან გავგზავნე. მე უბრალოდ დამავიწყდა და ცოტა ახლართული ამბავია, მაგრამ გაირკვევა რა. პოლიკ რომ გაიღვიძო და აღმოაჩინო რომ პაჭოს ხეულში ხარ. რა სიზამ? თუ იცი რომ რაღაც დროის შემდეგ ჩემს ხეულს დაუბრუნდები, უეჭველი OnlyFans გავაკეთებ, ძმა. თელ ინტერნეტს მოვდებ პაჭოს ნუდებს და თავის ხეულში რომ დაბრუნდება, მაგრად ვიღადავებ. კითხვა სამეგრელოდან. პოლიკ, შენს უზარმაზარ თავზე რომ დავამაგროთ მზის ბატარეები, რამდენი ოჯახისთვის გვეყოფა ელექტროენერგია და სადამდე გაწუდება? საცხოვრობ შენ? ისე მაინტერესებს უბრალოდ. გაიოზმა როგორ გაჯობა ნაშების აგდებაში? რა კითხვებია, ძმაო, დამანებეთ თავი. ჯახან, დამშვიდდი. შენ თვითონ დამშვიდდი. დასრულებულია ინტერვიუ, გამორთე კამერა. ნახვამდის თუ მაგეწონ და